უფროსი შვილი არის ტყუპისცალი. კი. და ვიცი რომ ტრაგიკული ამბავი გადაგხდათ, როდესაც თქვენი მეუღლის ქალბატონ ლელას მშობიარობის დროს თუ მოყვებით ამას. კი, ეს უკვე 94 წლის თებერვალია, 25 თებერვალს გაჩნდნენ ჩემი ტყუპები. რა თქმა უნდა, ისეთი რაღაც არეული პერიოდი, არეული დრო. ეს ხდება ყოფილ კამოს ქუჩაზე, დღევანდელი უზნაძის ქუჩაზე, მეორე სამშობიაროში, საცხაჩურს მეც იქ დავიბადე. და ესეც იყო რაღაცა გარკვეული მიზეზი, რომ მე თუნდაც იქ ვიყავი დაბადებული და ამასთან ერთად უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ იმ უშუქობაში და უბედურებაში იმ დროისთვის მე როგორც მახსოვს, ერთადერთი საავადმყოფო იყო სამშობიარო, სადაც ჰქონდათ გენერატორი. რომ დენის გათიშვის შემთხვევაში ვთქვათ, მიექციათ ყურადღება და ვთქვათ არ წარმოქმნილიყო რაღაცა პრობლემები რა. და იქიდან გამომდინარე ეს ხო პირველი მშობიარობა ტყუპზე და შეიძლებოდა რაღაც სირთულეები მოყოლოდა, ამიტომ ავირჩიეთ ასე ვთქვათ ეს სამშობიარო, თუმცა წინ რაღაცა იმედგაცრუება გველოდა, იმიტომ რომ ეს გენერატორი არ ჩართეს არაფრით, ეს ბავშვი დაიბადა ასფიქსიაში. პატარა. და არ ჩართეს ელოდებოდნენ დენის მოსვლას. მალე მოვაო დენიოდა. ცნაური იყო რა. და იმისთვის არსებობს ის გენერატორი, როცა წავამდა ჩართო და როცა მოვა, მე ნუ გასაგები გამორთა ხო? არ მოხდა ეს. ჩვენც პატარები ვიყავით, გამოუცდელები ვიყავით და ვერც ვერავინ შევაწუხე, თან მეც შინაგანად რაღაცა იმათმა რო თქვეს, რომ ეხა მალე მოვა, სულ რაღაც ელოდები რომ ისე ჩაერთვება, არა და საგანგებო რაღაცა მოწყობილობა, სადაც ათავსებენ ახალ შობილს, რომელსაც სუნთქვის პრობლემა აქვს, ფილტვები ვერ გაშალა, როგორც მითხრეს ყოველ შემთხვევაში. და იქ ინტენსიური კვება ჭირდება მას აკვარდით. ეს დენი რო წავიდა, მოკლედ ეს პატარა სარკმელი გამოუღეს აი ამ პატარა ინკუბატორი, იქიდან რა უნდა ესუნთქა ბავშვი. მესამე დღეს გარდაიცვალა ბავშვი. მაგრამ საინტერესოა ის, რომ მე ნუ რაღაცა ტყუპისცალი გარდაიცვალა, ნუ პატარა, როგორც გითხეს, რომლის მონათვლაც მოვასწარი და რომელიც დაუკრძალე კიდევაც, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შეიძლება ის ბავშვი არ გარდაცვლა. არის ესეთი პიროვნება თამუნა მუსერიძე, რომელსაც თავის გადაცემების ციკლი აქვს, ვეძებ ესე ქვია ამ გადაცემებს. თვითონაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა თავად და შემდეგ გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომელსაც ჰქონდათ ესეთი პრობლემები. და ესე რაც შემთხვევით მოხდა ჩვენი გაცნობა, ჩვენთან იყო ტაძარში მოსული, ნუ ამაშალონ გამაცნო და რაღაც ეს სრულად შემთხვევით ესე საუბარს მოყვა, რომ აღმოჩნდა, რომ აი სწორედ პირველ და მეორე სამშობიაროებში იმ პერიოდში ხდებოდა მასიურად ეს ამბავი ძალიან მძიმე და ძალიან ტრაგიკული თემა, რომ ხდებოდა ვაჭრობა ამ ბავშვებით რა. მეუბნეოდნენ მშობელს, რომ გარდაიცვალა და ამ დროს ყიდიდან. გააქვთ ეჭვი, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს? იცი რა, იყო ამის ეჭვი, ყველანაირი ეჭვი აქეთ წავიდა, იმიტომ რომ არ იყო, ვერ მოვძებნეთ ჩვენ ვერც საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ვერც სამშობიაროს სიმართლის წიგნი ქვია ესეთი, იქაც ესე აბსოლუტურად. ის კი არა, დაფიქსირებულიც კი არ იყო და ეს ბადებს ეჭვს, რომ თავიდანვე შეგნებულად იყო განზრახული ეს ყველაფერი. სამშობიაროში შესულისასაც კი არ იყო დაფიქსირებული, რომ ტყუპზე იყო ურსულობა. შესაბამისად, როცა ორი ბავშვი გაჩნდა, ისიც არ იყო დაფიქსირებული. ეს იმ დროს, როცა მე რო გამოვიკვლიე და გავარკვიე იქ საკითხი, ერთი წუთიც კი რო იცოცხლოს ბავშვმა, ისიც კი ფიქსირდება, რომ დაიბადა და მაგალითად ერთ წუთში გარდაიცვალა. არსად არ არის დაფიქსირებული. დაფიქსირებულია მხოლოდ სოფიო. თუმცა მე ამოვიკითხე, რომ თქვენ დამარხეთ. მე დავმარხე საკუთარი ხელით, იმიტომ რომ მე მოვიქხოვე. მაგრამ არ ხარ დარწმუნებული თქვენი ხელით. არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე როგორც მე ესეც გავარკვიე, მათ აი ესეთი შემთხვევებისთვის თუ კი დაჟინებით მოითხოვდა მშობელი მაინც თავის შვილის გვამს,
ქონდათ მათ სივარში რაღაცა ესეთი ჩვილი ბავშვების გვამები, რომელსაც ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ჩვილები ყველანი ერთმანეთს გვანან და ვერც გაიგებ და არც დაიწყებ იმის დაკვირვებას მაგ დროს ხა დამწუხრებული მშობელი რომ გგავს თუ არა გგავს ხო და რომელსაც ესე გატანენ მე ვერ დავიჩემებ ნამდვილად რომ ჩემი შვილი არ დავემარხავს შეიძლება ეს ასეც იყო და მე აგერ 30 წელია უკვე ვიხსენე 31 წელია მას როგორც უკვე გარდაცვლილს და წესიც აუგეთ ამ არჩილმა აუგომა წესი მაშინ წამოყვა მიუხედავად ამისა მაინც ესე ხელაღებით ვერ ვიტყვი გენეტიკური ანალიზის გავიკეთეთ ამას თხოვნით რომ თუ თქვათ ეს არის გაშვილებული სამე უცხოეთში აუცილებლად როგორც წესი ეს ადამიანები მათიციან რომ ისინი ნაშვილებნი არიან და თუ კი ისინი ეძებენ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს აბარებენ თავიანთ გენეტიკურ მასალას და მომენტალურად ის ბაზა ამოაგდებდა რომ აი ჩემთვის ამოაგდებდა რომ შვილი გამოჩნდა მისთვის ამოაგდებდა რომ მამა გამოჩნდა იმიტომ რომ პირდაპირ წერება რომ შვილია და მამაა და ეს არ მოხდა გენეტიკური ანალიზის პასუხებიც მოვიდა იქ აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე რა რომ მანდ ორი ვარიანტია ან სინამდვილეა ის რომ ჩემი შვილი დაგძალე და გარდაცვლილია ან ცოცხალია გაიგო ეს ყველაფერი მაგრამ არ სურს მას ემტკივილების განახლება უყვარს მას მისი შეძენილი მშობლები და არ აქვს სურვილი რომ ეს ყველაფერი რაღაცა თავიდან ეთკინოს და თავიდან ეს არის მესამე ვერსია რომ ცოცხალია და ვერ გაიგო არის ეგ ვერსიაც მაგრამ მე მანდ უკვე რწმენის მომენტს ვთავ იმიტომ რომ მე ვიცი რომ თუ საჭიროა რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს და თუ კი ის ცოცხალია აუცილებლად გამოაჩენს ღმერთი მას ასე რომ ღმერთმა კარგად ამყოფოს სადაც არის ვერც მაქნას რო შეხვდეთ